გამარჯობა გიორგი, გამარჯობა ყველა. ვაგრძელებთ სოფლიო ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატების ზერელი ისტორიებს. ისტორიას ერთი დიდი ისტორია. პატივივცეთ ისტორიას. ისტორიას რამდენიმე ეპიზოდად. და მოვედით 1938 წლის სოფლიო ჩემპიონატზე. ანუ მოვიშორეთ მუსოლინი და უნდა გაირკვეს შემდეგი ჩემპიონატის მასპინძელი. ხო. ორი კანდიდატია საფრანგეთი და გერმანია, რა თქმა უნდა, მიანიჭეს საფრანგეთს 19-4 მოიგო გენჭისყრაზე, იმიტომ რომ იქ ჰიტლერია და სწორადაც მოიქცნენ, იმიტომ ამ საფრანგეთს მიანიჭეს ორ დღეში დაიწყო ბერლინის ოლიმპიადა. ხო. რომელიც გამოდგა საშინლად პროპაგანდისტული ასე. ხო. გერმანია ხვდებოდა ლუქსემბურგს. იმაზე პროპაგანდისტული, ვიდრე მუსოლინიმ ჩაატარა იქ. არანაკლი. უბრალოდ ეს ოლიმპიადაა და აქ ეტყვი რა მოხდა. გერმანია შეხვდა ლუქსემბურგს მერვე ფინალში, მოუგო 9-0 და ჰიტლერს ისე სიამოვნა. რო გაიგო, რომ გადაწყვიტა მეოთხე ფინალზე მეც მივალო. პირველად მივიდა ჰიტლერი ფეხბურთზე. მანამდე არ იყო ნამყოფი. არ იყო ნამყოფი. და ხვდებოდიან ნორვეგიას. და მაგრა კონდათ უპირატესობა, მაგრამ რაღაცნაირად წააგეს 2-0. ამის მერე ჰიტლერი აღარ მისულა. მაგ ოლიმპიადაზე გამოჩნდა ისევ ეგვიპტე. ვა, ჩემი ეგვიპტე. მე გადავწყვიტე ეგვიპტეს უნდა ვსდიო ყველა ჩემპიონატზე. და მოუგო უნგრეთს. ეხა უკვე უნგრეთის პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო რომ როგორ წავაგეთო ეგვიპტესთან. ხო. რას დააბრალეს? მაგ დროს უკვე ის არის. მწვრთნელზე კაი შესახოსიახლები. პარლამენტს სხვა საქმეებიც აქვს, იმიტომ გერმანიამ დაიპყრო ამ დროს ავსტრია და მიადგა უნგრეთი. გადაიფარა. ხო, დიდი ვიშვიშია და აქეთ ვიღაცები მიჯელობენ როგორ წავაგეთო. ხო, პარლამენტში პირველი ის არის საკითხი. გვეშველება? დღეს რა უყოთ გერმანიას და მეორე ეგვიპტესთან რატო წავაგეთ. მაგრამ უყურე რანაირი ის არის სამყარო და ფეხბურთიც რანაირი რაღაც. ჰიტლერის თვალწინ წააგეს ნორვეგიასთან და მწვრთნელი არ მოხსნეს. გერმანიას ეს ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია არ მოხსნეს, მაგრამ დახვრიტეს ხდებოდა. არა. 90 წლამდე გერმანია ითვლებოდა ფეხბურთის სიბინძურეთ. მაგრამ რატო ესე მკაცრად? ეს დაიკითხე ესპანური პრესა. იტალიური მაგდროიც და ამ სიტყვებით მოიხსენებენ. ბოროტი, ცხოველი, ბინძური, დათვი და რაღაც ესეა. ხო და იქ იმ ოლიმპიადაზე ჯესი ოუენსის ამბავი იყო ის. შავკანიანმა ამერიკელმა მოიგოს ხო 100 ზერბი. სირბი. ხო და მაგაზე მაშინაც ერთი ამბავი იყო და მე სხვათა შორის ის მსჯელობები რო არის ესაჯობებდა თუ ის ძველ იმას რო ადარებენ თანამედროვე ფეხბურთელს ძველს. ხო. მაგაზე მოხდა ეგეთი ამბავი. ერთ ჟურნალისტმა რომელიც მერვე მოეშალა ამ შედარებებით მივიდა და იტალიის მესამე ადგილოს 100-ზე ბოლაში უთხრა ეს უკვე 80-იანების ბოლოს ხდება რომ მოდი აბაო იმას ჩაგაცმევო ჯესი ოუენს რაც ეცვაო ფეხსაცმელსო და იმ საფარზე გაირბინეო 100 მეტრიო და თუ აჯობებ ხო და ვერ აჯობა რა ფეხსაცმელი ჩააცვეს არ ვიცი მიუხედავად ანამ მედიცინის ასე რომ შედარებები ეხლანდელი ფეხბურთელის მაშინდელთან და თუნდაც გუნდის იმასთან არ დარდება რა ესე კომფორტულად სხვა განზომილებებია ხო 38-ისთვის ჯერ ომი არ არის დაწყებული, მაგრამ ძალიან არეულია სამყარო. იაპონია ომობს, ესპანეთის სამოქალაქო ომია, ავსტრია გერმანიას ყავს დაპყრობილი და მწვრთნელს დაავალეს, რომ 6 ფეხბურთელიო გერმანელი ათამაშე და 5 ავსტრია. ხო და იმანაც გააკეთა ეგეთ გუნდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მუშაობს ეგრე მარტივად. ავსტრიაც კაი გუნდი იყო, მაგრამ
მე რამდენჯერმე მოხდა. სულ გერმანიას ემართება რა. ჯერ მან ხო გაუერთიანეს ავსტრიას. მე საარი შეიერთეს რაღაც მომენტში საარის ნაკრების მწვრთნელი დანიშნეს შონი მე მგონი და იქაც არ გაამართლა და მე 99-ში რო გაერთიანა გერმანია 90-ში რომ მოიგეს და ბეკენბაუერმა თქვა რომ ცუდი ამბები მაქვს კიდე უფრო დანარჩენების და რომ ეხა დემოკრატიული რესპუბლიკის ფეხბურთელებს დაგვემატებიანო რო დაემატნენ იმანაც არ გაამართლა. ეს პრაქტიკაში ჯერ არ უმუშავია გაერთიანებას. პირველი შემთხვევა გქონდა. მივედი 28 წლის ჩემპიონატზე. ჩავიდა ჩემპიონი იტალიის ნაკრები მარსელში, სადაც დახვდა 3000 გაქცეული, ფაშიზმს გაქცეული იტალიელები და აგინეს და ბოთლები ეს. ამით იწყება რა. შენმა ეგვიპტემ რა ქნა. ეგვიპტეს დაუნიშნეს თამაში რუმინეთთან, მაგრამ რამადანი იყო და არ ითამაშა. და რუმინეთი გავიდა. სოფლიო ფეხბურთი ებრძვის ეგვიპტეს. ჯერჯერობით მეც დასკვნა გამომაქრა. დაუნიშნეს სხვა დროს. ხო, ნუ რავი. მერე ამათ წააგეს ამ რუმინეთმა მერე კუბასთან წააგო. კუბამ 8-0 წააგო შვედეთ მაგ ჩემპიონატზე. ეგ ბადე ეგრე წარიმართა რა. ვახ, ჩემი ეგვიპტე არა და რა გუნდი იქნებოდა? ხო, არავინ არ იცის. ჩემი ეგვიპტე არავინ არ იცის. რასაც გისმენ. ერთი რაც თამაში უნგრეთს მოუგო ოლიმპიადაზე და აჰა. აი გუნდი წესიერი გუნდი. უბრალოდ აი ხან დააგვიანეს, ხან ეს არის, ხან ეს არის. რასაც. აი, აქ მაინც იყო აზიიდან ვინმე. გამოჩნდა. ვინ? ჰოლანდიის ინდოეთი, ანუ ინდონეზია. თუ ინდოჩინეთი, თუ რაღაც ეგეთი. მან ორი სიახლე მოიტანეს ფეხბურთში. ერთი სათვალიანი ფეხბურთელი მან გამოჩნდა. ვა, მართლა? და მეორე სიახლე არ იყო გამეორდა ოლიმპიადაზე და ფიქსირდა ის კურდღლიანი კაცია, კაცყავ, ამათაც ყავდა. და ესეც ექიმი. ვა. რაღაცა იცი. მეკარე, ხო? მეკარე ექიმებმა. და თან ესეც ჰოლანდიის რაღაცაა. სხვათა შორის ეხლა რო კურასაო, ეგეც ჰოლანდიის ანტილები არის ხო ცოტა ხნის. ხო. ესე რომ ჰოლანდია რა დავაკვირდეთ მეკარეს. ბევრი მხრიდან კიდე კურდღელი თუ გამოვიტანა ამ კაცმა. ხო, ესე იგი რაღაცა არ ვიცით. ბუდეა, ესე ბუდე. ეს იტალია კარგი გუნდია, პოცო ისე მწვრთნელია. მაგრამ ამ დროს ის ლოთი კაცი 40 წლის. ის უკვე 44-ისაა. აღარ არის. მაგრამ ამ დროს FIFA-მ როდის მოასწრო რეგულაციის შემოღება რომ მწვრთნელს უნდა კონდეს რაღაცა სერტიფიკატი. რაღაც მომენტში ამოქმედა და აღმოჩნდა რომ ამას არ აქვს. პოცოს რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და გადასვეს ტრიბუნებზე. უი. წარმოგიდგენია. მსოფლიო ჩემპიონია ნატიაკ მოგებული. ხო. და შენ არ ახარ მწვრთნელი, ვიღაცა მივიდა და ფრანგულად. ხო. ამათ ნორვეგიასთან მოუწიათ თამაში ერთ-ერთი და ყველა ნორვეგიისკენ იყო და ამათ აგინებდა, იმიტომ იმით ისევ ფაშისტური მისამებით დაიწყეს იქაც. ის შვედი მსაჯი ისევ არის რა. ამჯერად ბრაზილიის თამაში მოუწია. ბრაზილია პოლონეთი 6-5 დამთავრდა. და ტალახი იყო და ჰეტრიკის ავტორი ბრაზილიელი. მივიდა და უთხრა თუ შეიძლება ფეხზე გავიხდიო ტალახში, ისე მირჩევნია ფეხში შოვა თამაში. და იმან უთხრა არაო. პრინციპულობა გამოავლინა. მაგრამ არც გააფრთხილა. არა. ხო, სიტყვიერი შენიშნა. ხო, მაგ დროს საკმაოდ უხეშია ფეხბურთი, მაგრამ ჯერ კიდე უხეშდება რა. ჯერ კიდე იქამდე არ მისულა ფეხბურთი. რო ის არის რაღაცა ხოცვაჟლეტი ამ ქალაქში ესეთი სახელით შესული თამაშები არის მსოფლიო ჩემპიონის ისტორიაში. ჯერ ესეთი არ გაგვივლი. მივალთ მაგრამ აქ ფავორიტი იყო უნგრელები რა. ვა, ამ უნგრეთმა გააგდო ის
სათვალიანი ჰოლანდიის ის გუნდი და მეკარე თამაშობდა რაღაცეები ესვა სახეზე. უნგრეთის მეკარე ეს? საბო. აღმოჩნდა კოღოებმა დაკვინეს. ხო და ეს მამაზი ესვა? მე მალა მოესვა, ოღონ ისეთი ფერის რო ეთყობოდა. ანუ ნაკბენზე წაისვა თუ რო არ დაეკბინათ? ნაკბენზე და კიდე რო არ დაეკბინა. ანუ საფრანგეთში ისეთი პერიოდი ნუ ზაფხულში ტარდებოდა და როგორც ჩანს იმ ქალაქში კოღოები სპეციფიური სუნიც ექნებოდა იმ მეკარეს. ხო, კოღოსავე ისე ვერ მოიგერიებ. ხო, კიდე რამე შეკითხვა გაქვს ამ ჩემპიონატზე. ნუ ისევ იტალია მოიგო. იმიტომ ძალიან მაგარი გუნდი ამ დროს იტალია, პლუს დამატებული ეს ისინი. ვინც არ გაექცა ეთიოპიის ომის დროს. და ვიღაცებს იპოვიდნენ კიდე პაპებში. კი, იტალია, აი ხო. ისი ამბორის ფაქტი იყო კიდე. მოსოლინის ამბორა ვინმე. არა, აქ საფრანგეთში ტარდება. საფრანგეთი ამ დროს 7 ქვეყანა ერთი წელი რჩება სანამ აირევა. გერმანია სანამ შეიჭრება. და ჩემპიონი იტალია ბრუნდება სამშობლოში. და დახვდა დუჩეს. ბენიტო დუჩე ჩემოსოლი. რა თქმა უნდა აღფრთოვანებული და ეუბნება რომ რა გესიამოვნება თომ თხოვეთ. კაპიტანს ეუბნება და კაპიტანს ეს არისო პირველი შეკითხვა კაპიტნის მიმართ დუჩეს, იმიტომ წინაც ხომ მოიგეს. ხო. და მაშინის შეცდა და უთხრა თქვენთან ფოტო გამიხარდება. ხო და ის ფოტო არაფერში არ გამოადგა მაინც. ეხა გადავიდა ეხა უკვე ის პრაქტიკულ მოფიქრებული ქონდა და თემმა გუნმა უფასოდ რომ იმოძრაოთ მუნიციპალური ტრანსპორტით. უიდეთ. და მართლაც უფასოდ მოძრაობდნენ მუნიციპალური ტრანსპორტით. რაზეა საუბარი, ოთხად უჩენა უფასოდ მოძრაობდნენ 45 წლამდე სანამ დუჩეს დახვრეტენ. მერე ისე ვაიღეს ბარათები. ხო. ეს დუჩე პარტიზანებმა დაიჭირეს კომოს ტბის მახლობლად შვეიცარიაში მიიპარებოდა და ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი არ იქნებოდა რომ არა კომოს ჩემპიონთა ლიგაში გამოჩენა სექტემბრიდან. კი, აი ესე ოსტატურად შემოვიდა ჩემპიონთა. ამ ბარემ ვიტყვი რომ ამ პერიოდში აქტუალურდება საუბრები ნომრები ხო არ დავაწეროთ ზურგზე ფეხბურთელებს. მოიცა კაცო, ნომრები არ იყო? სად იყო ნომრები დააწყობილი ცხოვრება, ჯერ არა. ვა! რაღაცა ექსპერიმენტები იყო და ესე იგი 1911 წელს ავსტრალიაში ვიღაცამ დაიწერა ნომრები, ესე იწყება. მერე ჩელსი არსენალმა გამოიყენეს 30-იანებში, მაგრამ ჯერ სავალდებულო არ არის. 39-40 წლის სეზონიდან ინგლისში ხდება სავალდებულო ნომრით თამაში და მსოფლიო ჩემპიონატზე 50-ში გამოჩნდა. ხო. ჯერ ის არის. მაისურებით რუხი მასა მოძრაობს მინდორს და. ბარემ კიდე რას ვიტყვი, ეს თასი იტალიაში ხო ჩამოიტანეს ამათ. ხო. და შემდეგ ჩემპიონატამდე იქ უნდა შეინახოს, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატამდე ომი იწყება. და 53-ში როცა უკვე მოკავშირეები სუპირატესობა გამოიკვეთება, გერმანია შეიჭრება იტალიაში და მოიკითხავს ამ თასს. წაღება უნდათ. მაგრამ აღმოჩნდა ერთი კაცი გვარად ოტორინო ბარელა თუ ვიღაცა ეგეთი კაცი. ლარინგო რო ქონოდა გვარი და ოტორინო ლარინ ხო და ამან გადამალა და მე რაღაცნაირად 50-ში მიაწუდინა ბრაზილიაში. კაი კაცია. კაი კაცი. ფეხბურთისთვის თავგანწირული კაცი. ხო, ამ ნუ მე ომი იწყება და ფეხბურთი ჩერდება. სადაც არ ჩერდება, რა დღეშია მოგიყვები. რახან საფრანგეთში ნგრევა არ იყო, კაპიტულაცია გამოაცხადა და იქ დასვეს ვიშის რეჟიმი, რომელიც დიდ ნაწილში მართავდა საფრანგეთს. ვიში ფრანგი იყო, ოღონ კოლაბორანტი. და ამათ დანიშნეს სპორტის მინისტრად ჟან ბოროტრა, ეგეთი კაცი. შენ ერკვევი 20-იანი წლების ჩოგბურთელებში? მეტნაკლებად.
მაშინ ელიტა იყო ფრანგი და ამერიკელი ჩოგბურთელები, ქალებშიც, კაცებშიც და ფრანგებს ყავდათ 4 მუშკეტერი, ესე იყო, 4 მაგარი ყავდათ. ერთი ეს იყო, ჟან ბოროტრა და მეორე იყო ისა, ათოსი. ათოსი არა. ლაკოსტი. მეტსახელად კროკოდილ. მე იმის ტანსაცმლის ბრენდის წარმოება. ეგ არის? 20-იან წლების ჩოგბურთა. ერთი ეგ არის იმ 4 მუშკეტერში და ერთი არის ბოროტრა და ლაკოსტი. ბოროტრა. ეს ბოროტრა დანიშნეს ვიშის რეჟიმის დროს ფეხბურთის სპორტის მინისტრად. სპორტი ჯერ მაშინ სპორტის შექმნის და განვითარების რაღაც ეგეთი. ამან წამოიწყო უცნაური რეფორმები. აკრძალა ქალთა ფეხბურთი, რომელიც ისედაც არ იყო განვითარებული. რა თქმა უნდა, პროფესიული სპორტი აკრძალა, იმიტომ რომ ნაცისტური მიდგომა იყო, ხო გითხარი, რომ ეს ებრაული მოვლენაა საერთოდ. ფეხბურთი შეამცირა 80 წუთამდე. რა მოიგო? რაღაცა უნდა დარჩენოდა. არ ვიცი, რატო ქნა. მე გერმანელებმავე ეს დაიჭირეს. იმიტომ რომ სადღაც მიიპარებოდა რა. 42-ში უკვე ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეები გამოჩნდნენ და ეს მიდიოდა და გესტაპომ ვიღაცამ ჩაუშვა და დაიჭირა და დაიყვანეს გერმანია-ავსტრიის საზღვარზე ციხეში. იჯდა მანდ ეიჯდა შარლ დე გოლის და რომელიც საფრანგეთს მოუწოდებდა წინააღმდეგობისკენ და დაიჭირეს. შარლ დე გოლიც მოუწოდებდა, მაგრამ ვერ დაიჭირეს, იმიტომ ის ლონდონიდან მოუწოდებდა და ეს თვითონ საფრანგეთიდან და მანდ ეიჯდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დალადიე, ეს მაროკოდან მოუწოდებდა. და მაროკოში მიწვდნენ და დაიჭირეს და ესენი ერთად ისკდნენ ეს სამი ციხეში. მე 45-ში ჰიტლერმა რო თავი მოიკლა, ცოტა უცნაური ამბავი მოხდა, 5 დღის მერე ამ ციხესთან გამოჩნდა ამერიკული რასმი. და რო გაიგო რომ აქ ციხე იყო, დავიდა შეტევაზე. შეტევაზე კი არა, ეგონა რომ წინააღმდეგობაც არ დახვდებოდა, მაგრამ იმ SS-ის ხალხი ვინც იცავდა, არ ვიცი არ იცოდნენ ომი რო დამთავრდა, არ ვიცი თვლიდნენ რომ რახან კრიმინალების ხედავ უნდა დაიცვან, დაიწყო შეტაკება. ამ შეტაკების დროს ეს ბოროტრა გადმოხტა და გაიქცა ერთი ვერსიით, მეორე ვერსიით გაიქცა რაზმი მოიყვანა და თვითონაც ჩაება წინააღმდეგობაში. ასე იყო თუ ისე დაბრუნდა საფრანგეთში და აღარ გაასამართლეს როგორც ნატანჯიკაცი. იმიტომ რომ საფრანგეთმა დაიწყო ეს რა კოლაბორანტების გასამართლება, იარლიხის მიწებება და კაპიტანი რო დახვრიტეს კოგით. ეს უმგონია სადღაც იტყვი და ფეხბურთი ითამაშეს. ფეხბურთი ზანაეთით ამან დააპატარა ფეხბურთი. პატარა ფეხბურთი შეება ითამაშეს. შარლ დე გოლის დაც დაბრუნდა, ისიც დაბრუნდა. დალადიე და მე შარლ დე გოლის ძმის ოპოზიციაში. ეს არის ომის დროს ესეთი ამბავი ბევრია, კაიბის დაიმართებოდა. ხო და რაღაცნაირად ეს ომი გადავდოთ, დამთავრდა და 46-ში ფიფა ისევ შეიკრიბა დარწმუნილები ერთმანეთს ვერ უყურებენ თვალებში, იმიტომ რომ დახოცილი ყავთ ერთმანეთს. და მისცეს ბრაზილიას. ის არა ქვია. ჩემპიონატის ჩატარების მასპინძლობის უკრა. 16 გუნდი კვალიფიცირდა, მაგრამ ესე მარტივად არ მოხდა. მე დაეწავიდა უარის თქმები. ჯერ თქვა უარი შოტლანდიამ. შოტლანდია გავიდა როგორც ბრიტანეთის კვოტით რა. მაგრამ მეორეზე გავიდნენ იქ. და თქვეს რომ რახან მეორეზე გავედით, არა ვართ ღირსებიო. და არ წავიდნენ. ვაუ, სინამდვილეს წასვლა არ უნდოდა. ხო, ეზარებოდათ არა. ხო. ინდოეთმა თქვა უარი. ინდოეთი ამ დროს გახდა თავისუფალი ქვეყანა. და აქ ორი ვერსია რატო თქვა უარი. ერთი ვერსიაა რომ შორია და ბევრი ჩდება, მაგრამ ამ დროს უკვე FIFA აფინანსებს გადაფრენების დიდ ნაწილს. და მეორე ვერსია არის რომ ფეხშიშველი თამაში აკრძალეს. მაგიტო თქვეს უარი. 48 წლის ოლიმპიადაზე გამოჩნდა ინდოეთი. ერთი თამაში ითამაშა საფრანგეთთან და 8 კაცი იყო ფეხშიშველი. 3 იყო ბუცებიანი. ჯუსტები უნდა ხდებოდა, მაგრამ კაი. არა, ბუცებიანი. ეს არ ნიშნავდა რომ სულ ფეხშიშველი თამაშობდნენ, წვიმაში იმათაც ეცვათ. ბოტები. ხო, მაგრამ რახან
მაგარი ქვეყანა. რახან კარგამინჩი მიდიოდა თამაში ითამაშდა. ეს ინდოეთი არ აღმოჩნდა ცუდი გონდა. 2-1 კი წააგეს საფრანგეთთან, მაგრამ 2 პენალტი ვერ გაიტანეს, ბოლო წუთზე გაუშვეს და სიმპათიური ეს დატოვეს. შტაბეჭდილება. ხო და ეხლა გაურკვეველია რატო არ წავიდნენ მოკლედ. იმის გამო რომ ფეხშველები თუ დაეზარათ, ხო, ანუ გუნდი ცუდი არ იყო, მე კიდე გაძლიერდა 50 შემდეგ ოლიმპიადის ნახევარფინალამდე მივли. ავსტრალიას მოუგებე. ინდოეთი გამოაკლდა, შოტლანდია გამოაკლდა, ავსტრია გამოაკლდა. ავსტრიის მაგივრად თურქეთს უწევდა და თურქეთმაც უარი თქვა. დაეზარათ? არ ვიცი თურქეთმა რატო თქვა უარი. ალბათ, ხო. მერე შესთავაზეს საფრანგეთს, პორტუგალიას და ირლანდიას. წამოდით. ადგილები გვაქვს ხო და ხო არ გესიამოვნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. პორტუგალიამ და ირლანდიამ უარი თქვეს საფრანგეთმა კიო, მაგრამ წვრთნელს რო უთხრეს რომ უნდა ჩახვიდეთ რიოშიო და გემითო და მე არ ვიცი რითი ერთი თამაში გიწევთ სან-პაულუშიო და იქ გიწახვა და არა შენი ჭირიმეო და საფრანგეთმა უარი თქვა ძალიან გვიან. ამიტომ ქვეჯგუფები იყო 2-4 გუნდიანი, 1-3-იანი და 1-2-იანი. ამ 2-იანში მოხდა ურუგვაი. ბრაზილია როგორი ქვეყანა იყო ამ დროს? ბრაზილია იყო რთული ქვეყანა. ამ დროს არის დუტრა, პრეზიდენტი დუტრა. რომელიც ითვლება რომ 45-ში გააგდო ვარგასი იყო, ეგეთ გეტულიო ვარგასი. საინტერესო კაცი იყო, თავი გადაატრიალა ერთხელ. ახლა დონის უსაქმური უნდა იყოს 37 წელს. ის უნდა და რა რაღაცა მეტი უფლება მოსილები და თავის მოუწყო გადატრიალება და ამარცხა თავისი თავი და აკრძალა პარტიები, პარლამენტი ესა და დიქტატურა იყო რა 45-მდე, 27-დან 45. 45-ში ეს მოიშორეს. მაგრამ პოლიტიკაში დარჩა. და ეს დიქტატორი, ოღონ მიდიო შენ დიქტატორი იყავი ესა, მაგრამ 51-ში ამ ჩემპიონატს მერე ის დაბრუნდა. უკვე არჩევნებით. ყოფილი დიქტატორი გახდა დემოკრატიული ლიდერი. მაგრამ 54-ის თავი მოიკლა. თავის თავს გაუკეთა ყველაფერი. კი, ესე იგი ვიღაცას გადაემტერა იქ მეორე მეს. არა, 51-ის მერე გადაემტერა გაზეთის გამომცემელს, რომელიც ნერვებს უშლიდა ამაზე იმებს წერდა, რაღაც ამწარებდა და ამის დაცვის უფროსი მივიდა და ესროლა. მაგრამ ვერ მოარტყა ვიღაცა სამხედროს მოხდა. დაცვას რა მაგარი ყოლია. და სამხედროებმა დაიწყეს გამოძიება და რომ მივიდნენ რომ ამის შეკვეთა იყო, სახლში რომ მიადგნენ, ოთახში შევიდა თავი მოიკლა. გეტულიო ვარგასი. ორი სიტყვით რო თქვა 85 წლამდე ბრაზილიაში დემოკრატია არის ხანდახან არჩევნები. ვიღაცა მოვა არჩევნებით, მაგრამ ის იმან რომ ასევე არჩევნებით გადასცეს, ეგრე არ ხდება. იმას მერე დაამხობენ და არგენტინაში იგივეა, ზუსტად. და არგენტინა არ ჩანს. ხო, აი ხანი არ გიხსენებია. 30-ში ფინალში გავიდა, მე ბოიკოტი გამოაცხადეს 34-ში, ევროპაში რატო ტარდება. 38-ში ხო ევროპაში ჩატარდა, მანდაც ბოიკოტი, 50-შიც არ ჩანან, არც 54-ში, ამ დროს პერონია იქ. ევიტას ქმარი. და მოევიტაც. ხო. და ეს პერონი ამ დროს ის არის უკვე ცივი ომია და ლათინურ ამერიკას ეშინია ორივესი რა, ამერიკისაც, საბჭოთა კავშირისაც, ესენი ორივე იქ აქეზებენ პარტიებს, ამებს და იზოლაციონიზმს აწვება. იმდენად რომ კოპა ამერიკადანაც კი გამოვიდა. და მსოფლიო ჩემპიონატზეც არ ჩავიდა. კარგად დავიდა, ქვე არ ტარდებოდა ბრაზილიაში. ამიტომ არ ჩანს. ბრაზილიამ დაიწყო რთულად. რთულად რა პირველ თამაში მოუგეს იმას მექსიკას 4-0. და მარაკანა აშენდა ამ ჩემპიონატისთვის რა. დიდი ფული დაიხარჯა იქ რიო-დე-ჟანეიროს მერმა უთხრა ფეხბურთელებს რომ ახლა მე ხო გიშენეთ სტადიონი, აბა ეხლა თქვენ იცით ბიჭებო და გახსნაც გრანდიოზული იყო.
რაღაც ქვემეხებიდან ისროლეს პრედები გაუშვეს როგორც სოფლიო მშვიდობა და ზუსტად ამ დროს დაიწყო კორეის ომი. აი ამ პრედები რო გაუშვეს რაღაცნაირად არ იმუშავა. ოღონდ შემთხვევაში მოკლე მანძილზე იმუშავა. ხო, ანუ 4-0 ხო მოიგო ბრაზილია. მეორე თამაში უწევდა სან-პაულუში, შვეიცარიას. იქ სან-პაულუში ჩავიდნენ იქაური ფეხბურთელების სათამაშეს, რომ პუბლიკას ვერ გაიგებდა სხვანაირად. და ვეღარ მოუგე შვეიცარიას 2-2 მორჩა. და ამასობაში იუგოსლავიამ მოიგო ორივე თამაში. და მესამე თამაში არის ამათ შორის. უკვე რიოში დაბრუნდა. ხო. ეს მარაკანა რომელიც გაიხსნა გრანდიოზულად და ზარზეიმით და მსოფლიოში ყველაზე დიდი და თანამედროვე და ესა და ისე დაიტბორა ამ თამაშის. და ფიცრები ქონდათ გადებული გვირაბში რომ გაევლოთ სანამ მინდორზე სანამ ამოვიდოდნენ წყალში არ გაეტოპათ. და ამ ფიცრებმა ხო ამაღლა რაღაც ჭერი დაადაბლა რაღაცნაირად და იუგოსლავიის კაპიტანი ვინც იყო თავი გაცხო რომ ეს თავი გაცხო და ნაკერები დაადეს. ოღონდ საჯი არ დაელოდა სანამ ნაკერებს დაადებდნენ და თამაში დაიწყო 10 კაცით დაიწყო და მეოთხე წუთზე უკვე გაუტანა ბრაზილია. ეს მერე დაბრუნდა კაპიტანი. თავგაკერილი. მერე შევიდა მოედანს. ხო და მეორე გოლიც გაუტანეს მეორე ტაიმში და ბრაზილია გავიდა პირველი ადგილით. გადავიდა. ხო. იქით ურუგვაის ხო გითხარი მარტო ბოლივია ყავდა. ხო ჯგუფში და 8-0 მოუგო. ესპანეთი გავიდა ანუ 4 გუნდი უნდა გასულიყო რა და შვეიცია გავიდა. შვედეთი. ამ ჩემპიონატზე ინგლისიც იყო, მაგრამ ინგლისი რაღაცნაირი გუნდით იყო, მეტიუზი ვინც ყავდა ვარსკვლავი კანადაში იყო ტურნეზე და რაღაცები გაუშვეს და ესპანეთმა მოუგო მოკლედ ჩატოვა. დარჩნენ 4. ეს 4 წრიულად თამაშობენ. ანუ ყველა ფინალი და ფინალი კი არ არის. არის ყველასთან. ხო, ქვეჯგუფი. ხო, და ბრაზილიამ მოუგო 7-1 და 6-1 შვედეთს და ესპანეთს. და ურუგვაი აგებდა ორივე თამაშს. შვედეთთან და ესპანეთთან. მაგრამ 1-3-2 მოიგო, 1-2 მორჩა. და ბოლო თამაშია. ანუ სატურნირო თვალსაზრისით ფინალი არ ქვია. მაგრამ ფინალია ყველანაირად ბოლო თამაშია, ჩემპიონი წყდება. 4 ქულა აქვს ბრაზილიას, 3 ესპანეთს, 3 ურუგვაის და შვედეთს არაფერი არ აქვს. მაშინ 2 ქულა იყო მოგებას. მოკლედ, ფრეს თუ მორჩება, ბრაზილია ხდება ჩემპიონი. თუ ბრაზილია მოიგებს, ბრაზილია ხდება. თუ ურუგვაი მოიგებს, ურუგვაი ხდება. ბრაზილიაში არის ეიფორია, იმიტომ 7-1 აქვს მოგებული და 6-1 და ფრეს როგორ ვერ ვითამაშებს. ბრაზილიაშია. ბრაზილიაშია და გაზეთებმა დილით დაწერეს გილოცავ ჩემპიონებო და უკვე ზეიმის ელემენტები შეიჭრა. ახლა თამაში დაწყებული არის. მაგრამ ხან ძლივეს სოფელი გინდა ხო? და ეს რეკორდი დაფიქსირდა ამ დღეს სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 170,000 კაცზე მეტი დაესწრო. ხო, 125,000 იტევდა ეს სტადიონი. რაღაც 50,000 კაცი ჩაატიეს. ჩააკვეტეს. ხო. პირველი ტაიმი მორჩა 0-0, მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა ბრაზილიამ და ამ დროს შემოდის ურუგვაელთა ლეგენდარული კაპიტანი ეს ვარელა, რომელმაც 7 წუთი აპროტესტა. ხან თარჯიმანი მოითხოვა. საერთო გავაგებინო რა მინდაო, ხან ისა და რა გოლს აპროტესტებდა? ხო, რომ ის ეიფორია ჩამცხრალიყო, რომ მე ვთქვათ გადაუვლიდა ბრაზილია და ამ 7 წუთში ცოტა მოადუნა. მათი აფერისტობა შემოიტანა. და მე 2 გოლი გაუტანეს. ურუგვაიმ და კონცერტიც არ ჩატარდა. ხო, ყველაფერი გაუფრდა, ამ ხალხმა და ეწო ზლუქუნი და დაიშალა რა. ეს ჟიულრიმე ჩავიდა და გადასცა უკვე თავის სახელი ქვია ამ თასს. ჟიულრიმეს თასი და გადასცა იმას. ვარელას, ურუგვაის კაპიტანს. თუმცა ეს თასი მე ბრაზილიას დარჩება როგორც სამჯერ მომგებს.
ესე მორჩა ეს ჩემპიონატი. რამე შეკითხვები თუ გაქვს? არა, ისეთი ამომწურავი ყავი გიორგი, რომ ხო, ეხლა დავინახე, ის ეპოქა დავიდა. ბრაზილიაში წავიდა ეს განხილვები რა დაგვემართა. კომიტეტი. ხო, გამოძიება ეს არის. სამი ძირითადი ვერსია თქვეს, ერთი ვისაუბრეთ ჩვენ, თეთრი ფერი რო გვეცვა. ხო. არანაკლებ არასერიოზული სხვა ვერსია. დააბრალეს მეკარეს და ერთ მსვლელს, პირველი გოლი ვისი ბრალიც იყო და მეორე. აღმოჩნდა შავკანიანი ორივე. აუ. და წავიდა რასისტული ისა, მაგრამ მერე ვიღაცამ თქვა რომ ბიჭო ის ვარელაც ხო შავკანიანია, ურუგვაელი. ხო. და მეზობელი ქვეყანაა და ესე როგორ და ხო. და მესამე მერე მწვრთნელმა თქვა რომ ტაქტიკურად გვაჯობეს რა. იქ მწვრთნელი ამ დროს ახალი დანიშნულია ვიღაცა, მაგრამ ის გუნდი ითვლება რომ ჩამოაყალიბა ჰირში იყო ერთი ბუდაპეშტელი ებრაელი, რომელიც შემთხვევით მოხდა ფეხბურთში. მასაჟი გაუკეთა ვიღაცას. და დაარიგა რომ ესე ქენიო. პასი მიეცი იმას. ის ვიღაცაც მერე ცნობილი მწვრთნელი ხდება, ბელა გუტმანი. გუტმანის წევლა ხო გაგიგი? არა. აი, არა უშავს. მე დაგუგლავს ხალხი ნახავს. ხო, არა, ყველაფერი ხوار მეცოდინები. არა უშავს. ის 20 წლების ჩოგურთელები ხო ვიცოდი საფრანგეთში. ეხა ხო იცი 4-დან 2. ვინ და ვინ? გაკოსტა და მეორე. ბოროტრა. ბოროტრა ხო? ბოროტი, ესე და და ისე ურუგვაი მოიგო რა, ანუ ურუგვაი და უჯერებელი მოგება იყო, არავის არ ეგო, თვითონ ურუგვაელებსაც კი არ ეგო. მაგრამ აი ნახე, ჭინჭყლობამ შედეგი გამოიღო. ვარელამ რო იჭინჭყლა 7 წუთი ჭინჭყლობდა. კარგია. აქა მოუწურეთ 50. ხო? და შემდეგ უკვე ბრუნდებით ევროპაში, შემდეგი ორი ჩემპიონატი იქა გვაქვს. იმ ორ ქვეყანაში, რომელიც არ დაინგრა ომის დროს, შვეიცარიაში და შვედეთში.